ისრაელის თითქმის მთელი პოლიტიკური სპექტრის მასშტაბით სერიოზული შეშფოთებაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებამ შეიძლება შეამციროს დაუკოვნებელი დაძაბულობა, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები კვლავ გადაუჭრელი რჩება. რომელი პოლიტიკური ძალები ჩამოაყალიბეს ეს შეთანხმება? ბენზინის ფასები ამერიკაში. ხალხი დაღლილია და მობეზრებული აქვს ზედმეტის გადახდა. ხალხი დაღლილია და მობეზრებული აქვს ომი. მას პარასკევს ხელმოწერის ცერემონია აქვს. ის ეცდება თავი ისე წარმოაჩინოს, თითქოს მსოფლიო მშვიდობა დაამყარა. დაუთმოთეს. მაგრამ ჩვენ ისრაელში უნდა შევხედოთ ამ საკითხს ჩვენი პერსპექტივიდან, სერიოზულ საკითხებზე. და 25 ივნისის ომმა ბირთვული საფრთხე მნიშვნელოვნად შეამცირა. ამ ომმა ამ საკითხს დიდად არ შეეხო. შემდეგ ამ ომმა რაკეტების საფრთხე შეეხო და ის მნიშვნელოვნად შეამცირა. ეს იყო ორი საფრთხე, რომლებსაც ამერიკამ ასე თუ ისე გაუმკლავდა და ჩვენ სამუდამოდ მადლიერები ვართ. ეხლა ვინც კი იმედებს ამყარებდა, რომ დაუყოვნებლივ მოხდებოდა რეჟიმის შეცვლა, ეს არასდროს იყო რეალისტური. და თუ რაიმე შეიძლებოდა დაწკებულიყო, მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ, რაც მოხდა გუშინ ღამით, ჩვენი დროით პირველ საათზე. და შემდეგ ფული შემოდის და ირანის ხალხი ამბობს: მოიცადეთ ერთი წამით, რატო არ გვხვდება ჩვენ ამ ფულიდან არაფერი? რატომ მიდის ეს ფული მხოლოდ რეჟიმთან, რომელიც შემდეგ მას ჰეზბოლას, ჰამას და სხვებს აძლევს და არა საკუთარ ხალხს? სწორედ მაშინ შეიძლება ისევ დაიწყოს აჯანყება და სწორედ მაშინ შეიძლება წარმატებას მიაღწიოს. ხალხს ეს ჯერ კიდევ არ ესმის. ისინი მხოლოდ იმას უყურებენ, რაც მათ თავს ხდება ყოველდღიურად და არა ისტორიული პერსპექტივიდან.